სალამი და გამარჯობა. ტორეს ამოსი და ირაკლი კეკელი არიან ჩემთან ერთად. გახართ მეგობრებო. წარმოიდგინე წესები რომ დაგვიწყებოდა. მოიცა რომელი. დაიცა ეს რაღაც ფოტოებს გვაჩვენეთ, ხო, როგორც მახსოვს. კი. დაუფიქრდი რომელიმე თერგდალეულზე ხო არ არის ხო საუბარი. მერე მაგის გარდა იმაზეც ვიფიქრე, სწორია. საკუთარ სიმღერას მასმენინებს და. ნუ ამ შემთხვევაში გილოცავ. კიდე კაი გავრისკე. აუ რა მუსიკა გემაზება იცი? ნუ საოცარი მუსიკა მაქვს მეც. ავხელონდი ისე ამოღებაში მინიშნების რომ მეორე არ გამოჩნდა. მეორე კი რა 4-ვე დავიდა. ეს რაღაცას მიმზა თავი უნდა მომშა კაცო. ამ პერფორმანსებით. აუ ახო ეხლა ვინც გადაცემას უყურებს, სადაც რომელიღაც კუთხეში ვახოზის და აი ეს მწვანე იქინა გაარჩია, შანსი არაო. არასწორი ხალხი ხართ დამანებით. სალამი და გამარჯობა. YouTube-ზე ვართ, ეს არის არხი თაროსთაობა და ვიწყებთ ჩვენს შოუს მაძიებელი, რომელშიც საქართველოს ისტორიას ვიძიებთ და ჩვენ უკვე ნახევარფინალში ვართ, მეგობრებო, ორ გამარჯვებულ, სულით გამარჯვებულ ადამიანთან ერთად ვიმყოფები ახლა ამ მაგიდასთან და ტორეს ამოსი და ირაკლი კეკელი არიან ჩემთან ერთად იმისთვის, რომ გადავიდნენ ფინალში და იბრძოლონ შემდეგ თავარ პრიზისთვის. როგორ ახართ? კარგად, ძალიან ვისიამოვნო წინა თამაშიც და შესაბამისად ეხლა ძალიან მიხარია, ხო, პრინციპში თავარი ეგ არის, რომ სიამოვნება მიგეღო, მაგრამ ეგრეთ დავიწყებთ. მე დაუხსნა მაყურებელს თამაშის პროცესი არის ძალიან აზარტული და იმას დავფიქრდი, რომ ისეთი თამაშია, რომელიც შეიძლება რომ სახლში აი მეგობრებმაც აწყოს და რა ვიცი, ძალიან კაი დრო გაატარო, რა ქალაქგარეთ თუ ხართ ბევრნი ერთად, ანუ შეიძლება რომ აწყო ეს თამაში. რა ძალიან თამაშის პროცესია ძალიან აზარტული. სანამ თამაშს დავიწყებთ, გეტყვით რომ ბიბლოს უნდა გადაუხადო მადლობა, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორია ამ სეზონში და გვეხმარება ძალიან რომ სეზონი შედგეს. მადლობა უნდა გადაუხადო PSP-ს, რომელიც ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერია და ასევე ასაჩუქრებს ჩვენი თამაშის მონაწილეებს. მადლობა აუცილებლად Click Productions, რომელიც იღებს მთლიანად მაძიებელს და მადლობა Heima Productions, რომელიც მუსიკალურად ფუთავს ჩვენს შოუს. ჩვენ კი შეგვიძლია დავიწყოთ ახლა ფორმატზე და წესებზე აღარ დავიწყებთ თავიდან ლაპარაკს, შეგვიძლია დავიწყოთ ბრძოლა წესების გარეშე. ბრძოლა MetaQuest 3-ისთვის, რომელიც ასე დაგხურებს იქიდან ვირტუალური რეალობაში. გახართ მეგობრებო. წარმოიდგინე წესები რომ დაგვიწყებოდა. მოიცა რომელი. დაიცა ეს რაღაც ფოტოებს გვაჩვენეთ, ხო, როგორც მახსოვს. კი. თამაში რო გერევა და უცებ რომ ამბობ რომ უეჭველი დეტექტივი ვარ. არის იმიტომ მე გამირბის ხოლმე, გუშინაც გამირბოდა, მინდო წიგნები მეთქვა ადამიანებს. კი, ეს არის. ოკეი, დავიწყოთ, კაი და უნდა ავაგდოთ მონეტა, ერთიანი თუ გერბია ირჩიეთ. ჩვენ აირჩიე რომელი იყოს. მოდი იყოს ახლაც ერთიანი. მეოთხედფინალში ყველა ერთიანი დაჭდა სხვათა შორის და ჩემი მიზანია რომ რაღაცნაირად გერბი დავსვო, მაგრამ არ ვიცი. ერთიანი. რაღაცა მოიწერე ხო და მე რაღაცა ერთიანი დაჭდა ირაკლის უპირატესობა, უბრალოდ მოგცემთ უფლებას, რომ თუ გინდა არ გქონდეს. ან თუ გინდა უპირატესობა არ გქონდეს? ან ყველას თანაბარი უწევს 3-3, მაგრამ თუ ეხა დაიწყებ 2 დოსიე და 1 საქმე მოგიწევს, თუ მერე დაიწყებ 1 დოსიე და 2 საქმე. არა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა. დავიწყეთ. კაი, პირველი მინიშნება არის ტექსტი. ადამიანი უნდა გამოვიცნოთ და ამონარიდი, რომელშიც აღწერილია გამოსაცნობი ადამიანი. ოკეი. ვისი ტექსტი არ გეტყვით სპეციალურად, რა. მაგრამ ესე აღწერილი. საშუალოზე ოდნავ მაღალი, მშიერი კაცივით გამხდარი, გაუპარსავი, ვახო ვარსიმაშვილის ნაქონ ლურჯ პიჯაკსა და შავ ყარამანდულ შარვალში გამოწყობილი, თავზე რუსული კარტუზით, მოარული ნელა და დაბნეულად. აბა ირაკლი, ვინმე თუ გაგახსენდა ერთით. ნუ, ხუდით ალბათ ჯავახიშვილისკენ წავიდოთ. აჰა. მაგრამ რუსული კუდით და ჯავახიშვილი. აი რუსული კარტო. ხო, აი ეგ არის.
იმიტომ რომ გამხდარი იყო. ნუ მიხეილს გულის. ხო. ვანო ჯავახი. მოარული ნელა და დაბნეულად. მე მაინც მირჩევნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შემდეგ მინიშნებას დაველოდო, მაგრამ მოდი ამაზე კიდე დავფიქრდე, გაუპარსავი. აი რაღაცნაირად წარმომედგინა ახლა ამ მომენტში რა. ხევის თავი. აუ, კი, რაღაცით გავს. რაღაცა და მაგიტომაც შეიძლება წავსულიყავი იქით. ახო არ სიმაშვილის ნაქონი. ვიღაცის ნაქონი ლურჯი პიჯაკით დადეს. შავ ყარამანდულ შარვალში, რუსული კარტუზით. აი ცოტა მრგვალი ფორმები რო გეხსენებინათ, სხვაგან წავიდოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვინ გაგახსენდებოდა მაგ შემთხვევაში? ჯავჯავად. აჰა, ოკეი. კაი, თუ გინდა დავპასე, სიბურთისგან. კეთილი. მეტებზე გავპასე. ტორეს. გინდა გაგიმეორა სწრაფად. არა, არ მინდა აგერ ჩავიწერე. საშუალო ზონა მაღალი, მშიერი კაცივით გამხდარი, გაუპარსავი, ვარციმაშვილის ნაქო ლურჯ პიჯაკში და შავ ყარამანულ შარულით, თავზე რუსული კარტუზით, მოარული ნელა და დაბნეულად. მოიცა დავფიქრდე. ეხლა შენ დაფიქრნი რა. რაზე არის ვაფარი. ო, საშუალო ზონა მაღალი. და ეგეთი გამხდარი და გაუპარსავ კაცს უეძებთ, ხო? აღწერის მახო ვარციმაშვილის ნაქონი ლურჯი პიჯაკი აქვს. აღწერის ენით თუ მიმსჯელებთ ეს უნდა იყოს მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე ტექსტი. საინტერესოა. ჩემი აზრით, არ ვიცი, შეიძლება მაგაში ღრმად ვწდები, მაგრამ შენ როგორც წერალი რო წერდე მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე. ვებზე დაახლოებით ეს ხო აი ყარამანული შარვალი, ეს რუსული კარტუზი. ხო. აი ეგეთი სათქმელია, ხო? აი თლა შავ ყარამანდული შარვალში გამოწყობილი თავზე რუსული კარტუზითა და მოარულიც ისეთი მოარული ნელა და დაბნეო. ხო, მე მგონია რომ აი მე-20 საუკუნის 50-იან წლების აქეთ ნაკლებად შეიძლება. ხო, შეიძლება. მაგრამ ეხლა ხო ყავს ეგეთ ხალხი ეგრე ვლაპარაკობს რა. კი, ვახსენეთ კიდეც ერთი კაცი, დაახლოებით ესე წერს, მაგრამ კი, გამორჩილა ძალიან. ხო, არ ვიცი, ანუ ეს არის ერთი ვერსია, ხო? ასეთი აღწერა ვის შეესაბამება? არ ვიცი, რატომღაც რო ვთქვით მშიერი კაცივით გამხდარზე წამომიტივდა მიხეილ ჯავახიშვილი, მაგრამ აი გაუპარსაობა არ არის რა, იმიტომ რომ საკმაოდ პეწენიკი კაცი იყო. თან ნუ პიჯაკი შეიძლება ეცვა ლურჯი, მაგრამ მე ვიღაც ნაქონი არ ვიცი. როგორც წვერს ატარებდა გახსოვს, ხო? ნუ ლუაშან ის იყო ბლანჟეს რო ეძახით, ხო ეხა უფრო. არ ვიცი, შეგონი ეგრე იყო. ეგეთი მიჯად მყავს დამახსოვრებული ფოტო და ესეთი პენსნეთი და ესეთ ძალიან დახვეწილი კაცი იყო რა, ეს აღწერა ხო, ეს აღწერა მთლად არ შეესაბამება. შეიძლება შეესაბამებოდეს თქო იმას ალექსანდრე ყაზბეგს. იმიტომ რომ ალექსანდრე ყაზბეგი არის ეგეთი კაცი საშუალო ზონაა, გაუპარსავი, ესეთი რა ვქვია, პიჯაკით აი შეიძლება სხვისი ნაქონი პიჯაკი იყოს, იმიტომ რომ მაინც და მაინც არ ულხინდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი დიდი კაცი იყო. საინტერესოა. განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში და ხო, მოკლედ, ჩემი ვერსია არის ალექსანდრე ყაზბეგი. აფიქსირებ თუ არ აფიქსირებ? მოდი არ დავაფიქსირებ, იმიტომ რომ თლად კარგად ან ცუდად მაგ დაცდილი ეს არ დაფიქსირებები. კაი, გავრისკა, არ დავაფიქსირებ. არ დააფიქსირებ. ვერსია დოამბობ. კაი. არ დააფიქსირა. არ დააფიქსირა საკმაოდ დიდი მსჯელობის შემდეგ და მეც აქ ესე ვიმსჯელე საკუთარ თემზე. ეხლა მეორე მინიშნება მეგობრებო. მე მგონა რომ ამოგეღო რამე და. არა, ჯერ არ ამოვიღებ. გაითამაშე პატარა ეტიული. ჯერ არ ამოვიღებ. ოპ, მეორე მინიშნება. ეს არის მეორე მინიშნება? დიახ, აქვე მქონდა. ხორცასმენები ტორეს. ვარიანტი აგდე. მეორე მინიშნება, ეხლა საერთოდ დავიბენე და გეტყვი რატო. მოკლედ, წავედი სად? წინა მინიშნებაზე და მე ამაზე გადავალ რა. ანუ რუსული კარტუზის გამო დავფიქრდი რომელიმე თერგდალეულზე ხო არ არის თქო საუბარი. მერე მაგის გარდა იმაზეც ვიფიქრე რუსული კარტუზი რადგან აფარია რა პერიოდია, ანუ დამოუკიდებლობის აღდგენის და მერე დაკარგვის და 1991 შუალედი ხო არ არის თქო. ლურჯ პიჯაკზე და გაუპარსაობაზე. ნუ არ ვიცი ლურჯ პიჯაკზე რამდენად, მაგრამ galaktione გამახსენდა რატომღაც. არ შეიძლება ეცვა, თან ცოტა ბწყალებში მოულელი უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ ეს ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ცხოვრების წესიდან გამომდინარე. მოარული ნელა და დაბნეულად, აი არ ვიცი. ეხლა ლარიანზე
ამასობაში აქეთ ძალიან იგმინა ტორესამ და მეგონი მიხვდა რაღაცას და შეიძლება არა გამორიცხული. აი წინა თამაშს თუ გავითვალისწინებთ იქ კუპიურაზე დატანილ პერსონაჟს აი ეგ მაბნევს რამ გავრისკო ეხლა ტორესას გამო ვის ეწახვედი გალაქტიონზე ვფიქრობ მაინც მაგრამ რატომღაც გონია რომ ესე იქნება მოდი მე მაინც კიდევ ერთხელ შევიკავებ თავს თავს ნუ იქნება შეიძლება ტორესას და გახსენებიათ მოდულში კეთი კოვერსია აუ ჯერ გაიკეთეს ყურსასმენები თუ და ესე დარწმუნებული ხო არა ვიცი არა რაღაც ვერსია აქვს მაგრამ არ დააფიქსირა აი მის აი ნახატის ავტორი კაცი არის ნიკო ფიროსმანი შპარგალკა გამოიყო რატო ლარიანზეა გამოსახული და აღწერას შესაბამება გაუპარსავი სუნათხოვარი პიჯაკით ხუდი შეიძლება ეხურ არ მახსოვს მაგრამ ენაც ხო თქვი მე 20-იან წლებამდე დაწერილი ეს არის თქო და ეს არის მოგონება და ეს კაცი აღარ მახსოვს ხა სახელი ვის მოგონება თუ ეგ არის რა ეხა შეიძლება ჩემი twin მაგრამ ატყუებს მაგრამ ეგრე მახსოვს რომ მისი სიკვდილიც აქვს აღწერილი ქელეხი როგორ გადაუხადეს და რო სად დაკრძალეს ფიროსმანია რა მოგონება არის ფიროსმანზე ერთ ბაშად. აუ რავი ეხა აქ თუ გავმაზე რა მაგრამ ლარიან ძალიან ეგეთი მინიშნებაა ლარიანზე ხუთნივს არის. არ ვიცი ხო. ფიროსმანი. აფიქსირებ. მე უბრალოდ ზაქარია ფალეაშვილი ორ ლარიანზე ხო ეგრეა და ლარიანზე არის ნიკო ფიროსმანი. აუ ეხა ეგ თუ შემეშალავ წავალმე. ხო, აი ისო. აფიქსირებ. ხო, აი რა. აუ თუ ხო. აი, რაღაცა აფიქსირებ. დააფიქსირე თორე. ფიროსმანი ხო? შენ საიდან მივხვდი? ამას რო გავხედე ხო? ხო. ეს არის ნიკო ფიროსმანი ნამდვილად. ლარიანი ისეთი მინიშნებაა. კი, იხსენებდა ირაკლი ვინ არის და გაყალდის ლარიანზე ვერ გაიხსენე. გადამეხედა სახლში რომ მივედი გუშინ გადამეხედა. თუ გაქვს ძველი კუპიურები? არა ინტერნეტში, Google. აი აქ ასაკი მეხმარება ინტერნეტში. კი. გაყალდის ლარიანი. ხო არ გილევს იმაში საფულეში. ბარაქის ლარიანი. ბოლო მინიშნება რა იყო? თევზი? შემდეგი მინიშნება იყო აი ეს აუ ნუ ახლა ძალიან მარტივი. ავტოპორტი. გავს კიდევაც. არა, სხვათა შორის ეს არის ფიროსმანი, რომელიც დახატა პიკასომ. ხო, პიკასომ დახატა. პიკასოს ფიროსმანია და სულ მინიშნება მაგის დამალოს ვთილოდი რომ არ გამოჩენილიყო. მილიონი ვერ ჩავდეთ, მილიონი წითელი ვარდი იმაში, მაგრამ ეს ლიტერატურა დამგიყავს რა პირველი რატომ ის twin მან არც მიფიქრია ფიროსმანი რა წავედი ეგრე არა ვარ ციგნების თაროში წერილების დათვალიერებაზე გადავედი ეგრე თუ რა უნდა და მარტივი იყო ხო ასე თუ ისე 3 ქულა მოიპოვე 3-0-ია პირველი რაუნდის მერე ანგარიში და ნიკო ფიროსმანი შეგვიძლია გავიხსენო სახელი ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი დაბადების დრო და ადგილი 1862 წლის 5 აპრილი ან მაისი მირზაანი მოღვაწეობა ხატვას ბავშვობის მეგობარი ლევან კალმახელიძე ასწავლის 1880-იან წლებში გიგო ზაზიაშვილთან ერთად ხსნის ფერწერის სახელოსნოს 1890-94 წლებში მუშაობს კონდუქტორად საუკუნეების მიჯნაზე თბილისელი მედუქნეების შეკვეთით ხატავს აბრებს პორტრეტებსა და სურათებს შემორჩენილი ნამუშევრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფიროსმანის 156 ნამუშევარი ინახება, სიღნაღის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კი 16. გავაგრძელოთ თამაში, მით უმეტეს მთელი თამაში წინ გვაქვს და შემდეგი მინიშნება ამჯერად ტორესა დაიწყებს ფიქს ამ ყველაფერზე, უნდა მინიშნებათა აბგა გამოვიხო. აი ასეთი პირველი მინიშნება, მეგობრებო, თქვენს წინაშეა გერარდუს მერკატორი. გერარდუს მერკატორი. ცნობილი ბიოლოგი ალბათ. ცნობილი რას გეუბნებათ, არ ვიცი, მაგრამ გერარდუს მერკატორი. აგერჩენთ ეს გერარდუს მერკატორი. ადამიანი უნდა გამოუცნო. ადამიანი უნდა გამოიცნო საქართველოს ისტორიით. ხსმენია გერარდუს მერკატორის შესახებ. მე პატიეთ მაგრამ ესე იგი, რა კამკაც, ამკაც აქვს გლობუსი და ამკაც აქვს ფარგალი. ანუ ეს შეიძლება ყოფილიყო ის არა, რა ქვიათ ბიჭო მაგას. აი, მომწდება ყველაფერი. რა ქვია? რუკებს რო ხატავენ რა?
კარტოგრაფია. ვისთან შეიძლება იყოს ეს კაცი დაკავშირებული. რა, ერთი არის ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ პირველი ქართული წიგნი დაიბეჭდა რომში, იყო ქართულ-იტალიური ლექსიკონი. შეიძლება ბეჭდის პროცესთან იყოს დაკავშირებული და მიგანიშნებდეს საქართველოს მეოხებით დაიბეჭდა. მე მახსოვს ნიკიფორე ირბახი მე მგონი. არის ვერი იმდენად არამყარი რაღაცა არის ხა ჩემ ტვინში რომ ამას ვერ გავრისკავდი ვერანაირად ამიტომ მოდი. არ გარისკავ, კაი, გადავცეთ ირაკლის მაშინ. აბა, შენ თუ რამეს გეუბნება გერარდუს მერკატორი. გერარდუს მერკატორი როგორ არ მეუბნება? რაღაცას. გერის ეძახდი. მერკი. მოკლედ, სავარაუდოდ ან რუკების შემდგენიან, მოგზაურიან რაღაც მსგავსი, ნამდვილად არ ვიცი. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ უჭირავს ხელში გლობუსი, შეიძლება გლობუსიც კი აქვს შექმნილი. ახლა პირველი ვინც მახსენდება, გლობუსთან და დედამიწასთან დაკავშირებით არის ალბათ ჯუმბერ ლეჟავა, რომელმაც შემოუარა ჩვენს პლანეტას. ნამდვილად გავრისკო ისეთი ამბავია იქნება, რომელიმე ქართულ კარტოგრაფიაზე თუ გავიხსენებ, აი ეგ ამბავია. ეხლა მახსენდება რაღაც. შარდენმა რო აღწერა. თბილისი თუ სწორად მახსოვს რაღაც. გავსი ვახტანგ მე-6 რატომღაც ამოატიტი ვაგონებამ. კაი, ამ ეტაპზე თავს შეიკავ. თავს შევიკავ. სწორეს? სწორია. საკუთარ სიმღერას მასმენინებდა. ხო და მოკლედ არ გარისკეთ არც ერთმა და შემდეგი მინიშნება უნდა არ მოგიდგინოთ. აი ეგეთია, შეგიძლიათ მერე დააკვირდეთ, განიხილოთ. აბა, უსასმენები. აბა, ამორიდან ეხა რა მიიღება? ერთგვარი ქიმია, ეს ნახე ორი ის უნდა შეურიო ერთმანეთში და მიიღოს სხვა რაღაც. ეს არის დროშები. სამცხე საათაბაგო, შირვანი, სამხრეთ საქართველო, ოდიში, გურია, სვანეთი, სოქსარაწერია, კახეთი, ქართლი. აუმები, ხო? ოკეი. რა აბა. ეს შეიძლება იყოს არანაირი ევრიკა არ მაქვს სამწუხაროდ ნეტა მქონდეს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ხა ერთი მოგზაური, რომელიც მათ იმოგზაურა საქართველოში და მიგვანიშნებდეს მაგას ან თქვათ ეს იცი ვინმე ეგეთი? ნახატი კასტელი გვახსენდება მაგაზე შარდენი გვახსენდება ევროპელი მოგზაურები რა მაგრამ ამდენად იქნებოდა საქართველოს ისტორია ხო, საქართველოს ისტორიის ნაწილი არის რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ დაგვიტოვეს აღწერები, ხო? უფრო სხვებისთვის აღწერეს. სხვებისთვის აღწერეს. მაგრამ იგივე ლოგიკაა, რომ მარკო პოლო არ არის ჩინეთის ისტორიის ნაწილი. ხო, მაგრამ ეხა ეს შეიძლება გვეუბნებოდეს ეს კაცი. ხო. რომელიც თქვა ან კარტოგრაფია ან მოგზაური, ხო? აი იმიჯიდან გამომდინარე შეიძლება. ეს შეიძლება გვეუბნებოდეს ვახუშტი ბატონიშვილს. ვახუშტი ბატონიშვილზე, რომელმაც მოგვცა და ძალიან დაწვრილებითი აღწერა საქართველოსი. და ამ გაგებით ვახუშტი ბატონიშვილი გამოვა უკვე საქართველოს ისტორიის ნაწილი. ჩვენ პიროვნებას ვიცნობთ. პიროვნება უნდა გამოიცნოთ, კი. აი, მოდი გავისკავ. რაზე? ვახუშტი ბატონიშვილი. რისკავ. აფიქსირებ. მიღებულია. კეთილი. ირაკლი, ამჯერად გარისკატორესა. ვარ დაგებადა შენ რა უნივერსია, ესე საინტერესოა. მერკატორი რატომღაც ეკვატორის ვარ, რომელმაც ერთგვარად კავშირშია ეკვატორთან, რომ არის აღარ მჭირდება ქართლის სხვადასხვა სამთავროების აღწერა და დროშები და არის ვახუშტი ბატონიშვილი ვითომ ეს არის ვახუშტი ბატონიშვილი, ნამდვილად ტორესამ გამოიცნო ამ შემთხვევაში გილოცავ და კიდე კაი გავრისკე. ორივემ გამოიცანით, მაგრამ უპირატესობით
ამ ადამიანმა რა გააკეთა? კარტოგრაფიაო, ესაც სწორად აღნიშნეთ, აღწერა, ძალიან ცნობილი კარტოგრაფია, მერკატორის ხაზი არსებობს ასევე და დაუგუგლავ და შევისწავლე აუცილებლად შემწყარვალის ისეთი ერთ-ერთი პირველი თანამედროვე კარტოგრაფია, რომელმაც სრული გლობუსი შეადგინა რა. ნუ ერთ-ერთი პირველი რა, გლობუსი ვინც გააკეთა პირველია. მან მოიგონა გლობუსი. უნდა იცოდე ეს კაცი ახლა უფრო შემწყვა გინდა. არა, არ არის ახლა ეგეთი ისა რაღაცა. ეს და შემდეგი მინიშნება შემიძლია გაჩუქოთ ორივეს. ვარა, კარგია. აი, ესენი შემიძლია გაჩუქოთ. შეგიმჩნევიათ, რომ აძიებლის ლოგოზე ვახუშტი ბატონიშვილია გამოსახული? ოღონდ არ ვიცოდი, ეს ვახუშტი ბატონიშვილი იყო. ეს კაცი შემიმჩნევია და ეხა მეწოდინება. ვახუშტი ბატონიშვილია ესე რაღაცნაირ პირობებში წარმოქმნილი. მიყვარს ეს კაცი, კარგი კაცი. ხო, და ბოლო მინიშნება უკვე მისი აღწერა იქნებოდა ხოლო ქვეყანა ესე იწოდების სახელით ან ხამითა და ასე შემდეგ, როგორც აღწერა. და სულ ვფიქრობ ხოლმე როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა, რომ ესე აღწერო. ძალიან. და მეხსიერებაში რომ ან ტვინში როგორ უნდა გქონდეს შენ ქვეყანა ეგრე დეტალურად გაჯენილი რა და თან მან იცი რა არის დასაფასებელი კიდე? პრინცი რო ხარ და შეგიძლია ფეხი-ფეხზე გადადებულმა ლუარსაბ-თათქარიძესავით იცხოვრო და მთელ ცხოვრებას რო შრომაში ატარებ და რაღაცა დიდ ღვაწლს ქვეყნისთვის გასწევ. აი გარი უფრო მეტი შეგვიძლია ვახუშტის შესახებ გავიგოთ ვიდეო რგოლიდან. სახელი ვახუშტი ბაგრატიონი, დაბადების თარიღი 1696 წელი. პროფესია გეოგრაფი, ისტორიკოსი. მოღვაწეობა წერს ნაშრომს აღწერა სამეფოსა საქართველოსა, მუშაობს საქართველოს ატლასის შექმნაზე, ეწევა მთარგმნელობით საქმიანობასაც. ახასიათებს საქართველოს ისტორიულ, გეოგრაფიულ და კულტურულ ყოფას, მოსახლეობის ზნედშეულებებს და ტრადიციებს. მისი ნაშრომები საფუძველს უყრის საქართველოს ისტორიის და გეოგრაფიის მეცნიერულ შესწავლას. 6-0 ანგარიში. ეს რის ანგარიში არ ვიცი, პრინციპში, რომელიც სპორტის ანგარიშს გავს. რასადროდის ის ანგარიშს გავს? კი ბატონო, რასადროდის? გამანადგურებელს. მაგრამ ჩვენთან არ არის ეს გამანადგურებელი ანგარიში, იმიტომ რომ 4 რაუნდი გვაქვს კიდე სათამაშო და შეიძლება რაღაცით 6 დამთავრდეს პარტიას. კი. ნახეთ. მე კარგად ვიცი ხომ დაწყება, მაგრამ თუ იმ მეღლება მალე. და მე ამინა რა. აი, პირველი მინიშნება ეხა ისო ადამიანს ვიცნობ. ადამიანი უნდა გამოვიცნოთ. აბაი. დავატირე. ვაჰ, ეს რა უცნაური რაღაცა. ესე იგი. მოდი, ესე დაგიდებ. მაყურებელსაც ესე ვაჩვენებ. რაღაცით წააგავს ფორმით ნაყინს. მართალია. კორპორაცია. ნაყინი D. D. კორპორაცია D. ამბრელას ნიშანი რა ყოფილიყო ახლა? რაღაცა ეგეთია პრინციპში. აქ არის მდინარე. მართალია. რომელი მდინარე ახლა ეგ მიდი და ჯერჯერობით ძალიან კარგად შიფრავ ამ სამხელს. მდინარე D, ნაყინი, კორპორაცია, მაგრამ რომელი ნაყინი ან ვინ D? ან ნაყინია რო საერთოდ? ნაყინია რო? იქნებ რაღაცის ეტიკეტია. ნუ, ფაქტია რომ რაღაცის ეტიკეტი უნდა იყოს. ხო, ეს ჩვენ არ შეგვიქნია რეალურად არსებული რაღაცა. ბოთლის, რომელიმე ბოთლის ეტიკეტი ხო არ არის, ახლა მაგაზე ვფიქრობ. რომელ ბოთლს შეიძლება მიეწევოს რაღაც მსგავსი, ან რომელ ნაყინს. რატო წავედი ნაყინისკენ, არის ფორმის გამო ალბათ რა. გავს კი. ნუ მდინარე ფაქტია. D-ასაც ფაქტია, D-ზე. ვაჰ. თუზე მდინარე გახსენდება რამე? არა, თუზე მდინარე არ მახსენდება, მე ვცდილობ პიროვნება გავიხსენო და არა მდინარეა. თუ არაფერი ვერსია არ არის? არ ვიცი, რატომღაც რომელიღაცა ალკოჰოლური სასმელისკენ მიდივარ, რომელისკენ არ ვიცი. კაი. ამ ეტაპზე მოდი შევიკავოთ მაშინ. გადავცეთ თორესას მაშინ ეს უცნაური გამოსახულება. პეტრე უცხელი.
პეტრე ოცხელი, ესე პირდაპირ არაფერს არ იცდი არც არ ვიცი ეხლა ეს ძალიან მაგონებს პეტრე ოცხელს რა. აი ეს იმიჯი თვითონ. არ ვიცი, ოღონდ კი არ ვიცი, ანუ კი არ მინახავს, აი, უბრალოდ რო უყურებ ასოციაციურად პეტრე ოცხელი მახსენდება. ინათებს პეტრე ოცხელი. ინათებს ანუ დააფიქსირე. დავაფიქსირებ პეტრე. გარწმუნებული ხარ. არა, მაგრამ ნუ 6-0 წინ ხარ მესმის და გააქვს ეგ უპირატესობა. ხო, და მოდი გავუწევ. გარისკავ. მიღებულია. მე გამიჩნდა ვერსია. ტორესამ კი დააფიქსირა უკვე თავისი ვერსია პირდაპირ ფრთიანზე. არა, ვერ გამოიცნო. მაინც ხომ მე ვაგზელებ ენებს შეულობას. მიტროფანე ლაღიძე ხო არ? ლაღიძის წყლები ხო არა? ხო, ტორესამ რა თქვა, არ გეტყვი, მაგრამ არ არის სწორი პასუხი. არ არის სწორი პასუხი და ის გადამრჩენია, რომ შემდეგი მინიშნება მივცე ირაკლის. აუ რა მუსიკა გემაზება იცი? ნუ საოცარი მუსიკა მაქვს მეც. ვარა, თუ წავედი ლაღიძისკენ, ეხლა ქიმიური ფორმულა არის, მეტროსადგური. Так, სარაჯიშვილი არის ერთ-ერთი, რაც გამახსენდა. შეგიძლია დაიდო და დააკვირდე, თუ მგზავრობ ხოლმე მეტროთი. ვარკეთილი, სამგორი, ისანი, 300 არაგველი. რა საინტერესო, ამით მივხვდი დაახლოებით საცხოვრობ, იმიტომ რომ მე უეჭველი ახმეტელიდან დავიწყებდი. ვარკეთილი, ისანი, ვარკეთილი, სამგორი, ისანი, 300 არაგველი, ავლაბარი. თავისუფლების მოედანი, რუსთაველი, მარჯანიშვილი. მარჯანიშვილი უნდა იყოს მაშინ ესეთ და რიგით ეგრე გამოდის. მარჯანიშვილი. და მარჯანიშვილის თეატრის ლოგო, რანაირად. მარჯანიშვილი დავაფიქსირებ არ. ასეზე პირად მეტრო. გავაგზელებ მეორე ხაზსაც, უბრალოდ აქ დამატებულია, ხო ის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი. ხო, მარჯანიშვილი პასუხი. აფიქსირე. კი, სხვა რა გზა. 1-0 ვაგებ. მიღებულია. მივხვდი რა შეცდომაც დაუში? კი, მივხვდი რა შეცდომაც დაუში. ეს არის კორპორაცია დურუჯი, პირველი ქართული თეატრალური კომპანია. სადაა ბიჭო? კორპორაცია დურუჯი და მდინარე დურუჯია გამოსახული და ეს არის კოტე მარჯანიშვილი ნამდვილად. ეს იყო ბოლო მინიშნება. ხო, ясно. მარჯანიშვილის თეატრი. ხო, და მანამდე ციტატა იყო, ხელოვნების მიზანი უბრალოა, მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა, ეს სლოგანიც არის ფაქტობრივად მარჯანიშვილის თეატრის ეს. აქ რო წერტილი არ ყოფილიყო, შეიძლება სარაჯიშვილი მეთქობება. კი, იმიტომ რომ ემთხევა იმას. ზუსტად და. მე იმას ვფიქრობდი, რაღაცა ეტიკეტი ხო არ არის თქო? მაგითო წახვედი შენ მიტროფანე ლაღიძეზე, რომ ის გეგონა ნაყინი. კი. აია, კოტე მარჯანიშვილი გავიცემთ ვიდეო რგოლით. ძალიან კაი. სახელი კოტე მარჯანიშვილი. პროფესია რეჟისორი. მოღვაწეობა 1920-იან წლებში გერმანიასა და რუსეთში განათლების მიღების შემდეგ მარჯანიშვილი საქართველოში ბრუნდება. იწყებს რუსთაველის თეატრში მუშაობას და საფუძველს უყრის ახალ ქართულ თეატრს. დგამს გამორჩეულ სპექტაკლებს „ცხრის წყარო“, „გაყრა“, „ჰამლეტი“, სადაც დეკორაციის, განათების და მოძრაობის სინთეზი რეჟისორის ხელწერაა. 1924 წელს აღშდება კორპორაცია დურუჯი თეატრში ძირეული ცვლილებებისათვის, რომლის თავმჯდომარედ მარჯანიშვილს ირჩევენ. 1928 წელს სპექტაკლით „ჰოპლაჩვენ ცოცხლობთ“ არსებს ქუთაის ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს. კოტე მარჯანიშვილი 1933 წლის 17 აპრილს გარდაიცვალა. ამავე წელს თბილისის მეორე სახელმწიფო დრამატულ თეატრს მისი სახელი ეწოდა. გრძელდება საქართველოს ისტორია და შესაბამისად გრძელდება მაძიებელიც. გადავდივართ საქმეებზე, ანუ ამჯერად მოვლენები უნდა გამოვიცნოთ საქართველოს ისტორიიდან. თუ მეხსიერება არ ვღალატობს, ეხლა ტორესას ექნება ფიქრის უპირატესობა. წესით კი. დიდაფერს არ მაძლევს ეგ უპირატესობა გამოცდილება გვეუბნება, მაგრამ ოკეი. აბა, ნახოთ პირველი მინიშნება. დავხელუნდი ისე ამოღებაში მინიშნების, რომ მეორე არ გამიჩნდა. მეორე კი რა 4-ვე დავიდა. ეს არის პირველი მინიშნება. გამიწირავს მე ეს ნახატები გეუბნებით. ტორეს. დღეს დამხატვრობაში. აუ, რატო დამტანდა? რამე ტექსტი მომეცით, წერალი კაცო რაღაცას გამოუძი. ნება ტექსტიც. ეს რა უნდა. განჩანს
რაცხა დიდი. აქ არის ხალხი, ეს არის ბაზარი. თუ დახოცილი ხალხი ყავი, არა ბაზარია რა. ავიღეთ. კაი, რასთან შეიძლება იყოს? ბაზარია? ან თითქოს, ან რაღაც ჯარი არის დაბანაკებული. აი ეს რაღაცა, აქ არის დანგრეული აშკარად. რაღაც დანგრევებია. დანგრევებია, თან ვხედავთ იმას, რა ქვია. მეჩეთს უკან. ეს თუ არის საქართველოს ისტორია, ხა პირობითად საქართველოს ისტორიიდან მოვლენ. ხო, შეიძლება მე თქვა ხა კონსტანტინოპოლის დაცემა, მაგრამ ვერ იქნება კონსტანტინოპოლის დაცემა. შემოზღუდული ვარ საქართველოს ისტორიით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიაზე გავლენა იქონია, ხო, ამ ფაქტმა. ეს ნანგრევები და აი ეს ხო ნახდათ დანგრეულ შენობაა კაცო. ხო შენც დანგრეულად ხედავ. აბა რომელი? აი ეს დანგრეულ. მაჩვენე აუცილებლად. შეიძლება იყოს ხა ეს რა. თან აშკარად ეს არის რაღაცა სპარსების ან თურქების შემოსევა, ხო? მაშინ. არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ქართული იერი აქ არ ჩანს. გასაგებია. აი, თუ არა გაქვს ვერსია რა მაგ არა მოდი ძალიან გავწელე ხა მაგრამ. აი, გადავუცეთ ირაკლის. გადავუცეთ ესტაფეტა. ირაკლისკენ გადადის ესტაფეტა. მე წერან რატომ რაღაც მომენტი შეგამჩნია რომ რაღაცამ გაგინათა. ის კი არ გამინათა. ხო, პრინციპში განათა გონება, იმიტომ რატომღაც წავედი ისე პიროვნებისკენ და აქ აშკარად ბაზარია ამ ფოტოზე გამოსახული და მეთქი ბაზარი ორბელიანზე და მე ორბელიანი ხო ვქა. რატომღაც და მე უცებ მივხვდი რომ პიროვნებას აღარ ვიცნობ. ხო, მოვლენა არის დროში თხელში შემოდის ადამიანი აკლემით. რაღაც არაფთა შემოსევა ხო არ არის მსგავსი, იმიტომ რომ იმას თუ დავაკვირდებით გუმბათოვან მონაკვეთებს უფრო რაღაცა აზიურისკენ მიდის რა. ხო და შაჰაბასის შემოსევაზე ვფიქრობ. მაგრამ სწორად ვფიქრობ, რომ არ ვიცი. იქ აკლემები, ეს იყო აკლემები. შაჰაბასის არსენალში. სკილოები არის, არ ვიცი, წარმოგენა. მანქანიც ვარ იყო მოიჭრა. მანქანები ნამდვილად არის რა. ვაჰ, ბიჭო. გაურისკო შემდეგ იმას აქვს. საინტერესო მინიშნებაა ნამდვილად. მაინც მირჩევნია რომ მოდი არ გავრისკავ ამ ეტაპზე. დაველოდების შემდეგს. მაგრამ იმედია რომ იქით-აქეთ ხელში აგურის დაჭერა არ მოხდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს. არ ვიცი. კაი. თორეს შეგიძლია მოიცნა. რამე თუ შემდეგი მინიშნება უნდა შემოგთავაზოთ იმყოფება. სწორად დავჭიროთ. აი ეს არის შემდეგი მინიშნება. იმედია რამე წარწერა არ დარჩაზეთ, არავითარი. ინებ. თუ გინდა ესაც ინებენ. აქ არის საქართველო. ეს არის სავარაუდოდ სპარსეთის იმპერია. ლოგიკურია ასე ვიფიქროთ. ლოგიკო ნამდვილად არ არის. სპარსეთის იმპერია და ორ რაღაცას შეიძლება გვეუბნებოდეს ეს რა. ერთი ეს არის მამლუქების ამბავი, მაგრამ ვინაიდან ჩვენ უნდა გამოვიცნოთ მოვლენა. და რა ადამიანი, ადამიანზე შეიძლება წავსულიყავთ თქვა ალავერდი ხანზე და რაღაც ამბავს. ვინაიდან ეგ არ არის და მოვლენას ვიცნობთ და აქ არის სპარსეთი. აქ შეიძლება იყოს ერთი რამე რა, ან შაჰაბასის ლაშქრობები საქართველოში მოვლენა. შაჰაბასის ლაშქრობა საქართველოში. ან უფრო ახლოს აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აღება. ო, საინტერესოა. ცოტა რთულია. და პრობლემებში. ხო, ცოტა არ ყავდა თამაგის დედავად. მაგრამ ნუ ეხა ორი ყველაზე დამანგრეველი და ესეთი დიდი და სპარსეთთან დაკავშირებული რო გავიხსენოთ, ეხა რა თქმა უნდა შუაში უამრავია კიდე. ხო, მაგრამ ნუ მაინც ეს პირველი ეს გახსენდება, ხო, შაჰაბასი აღა მაჰმად ხანიანი. ეხა აქ ეს გავს ძალიან
მაგრამ ეს მეჩეთი მაბნევს რა, ძალიან მაბნევს ეს მეჩეთი, იმიტომ რომ მაგალითად აღა მაჰმად ორივე მეგქნა, რომ აღა მაჰმად ხანმაც თბილისი გადაწვა ბოლომდე, არც მეჩეთები არ დაინდო სხვათა შორის. გონიათ ხოლმე რომ მარტო ისინი დაანგრია და პირწმინდა დაანგრია. სხვათა შორის ისეთი ლეგენდა არ ვიცი. რამდენად სწორი, მაგრამ ხო საჭურისი იყო და ეს აბანოები რატო დაანგრია, იცი? ეგონა რომ აბანოებში განიკურნებოდა. რატო ეგონა არ ვიცი რომ გამოეზრებოდა რაც მოაჭრეს, მაგრამ არ გამოება, გამწარდა და ბოლომდე დაანგრია. ესეთი ლეგენდაც არის. რა кай ხალხთან გვიწევდა ისტორიაში ურთიერთობა. ხო და აქ ეხა ძალიან ცოტა ისეთია კომბოსტოემია ხალხი ზის იმას შვება, ამას შვება, ნახატი. ნუ ხო ლაშქრობა შეიძლება აღნიშნავდეს რა. არ გარისკავ ესე იგი. ხალხის აღება. თუ გარისკავ თუ? რომელი გაურისკო? მაგას ფიქრობ რომელი გაურისკო ერთი თუ მეორე? ცოტა ცუდი ასარჩევია. ძალიან. ცოტა ძალიან. კაი, მოდი არ გაურისკავ რა. უბრალოდ მე ვიცი რომ მაგრამ მომეშლება ნერვები და აღა მაჰმად ხანი მგონია. არადა რისკიანად დავიწყე ეს თამაში. არ გარისკა საბოლოო ჯამში, მაინც შეგასამ მიკროფონისა რაღაც ვერსიაზე მეფრობ. ახლა იმას ვფიქრობ, საქართველოს ისტორიიდან უნდა იყოს მოვლენაში. აუცილებლად შემოსევა რამდენად იქნება. არა, ან თეორიულად შეიძლება. თეორიულად შეიძლება. აქ საქართველოსთან კვეთაში არ არის. საინტერესო. ანუ კვეთაში, ანუ თეორიულად შეიძლება იყოს მონღოლების შემოსევაც. აუ შემდეგი მინიშნება ის რომ იყოს რა. შემდეგი მინიშნება რომ რამე ფენომეტირონება ყოფილიყავით, უსასწენები არ დაგჭირდებოდა და მურვა. და შაურიჩნებოდა. აი მურვაყოზე ხსნილია რა პრობლემა. ან რაღაცა სამწიალობდა, ხო. ვა. აურის მონღოლების შემოსევა თქვა, მაგრამ შაჰ-აბასიან მონღოლები. კაი, მოდი მაინც გავრისკავ და ავაფიქსირებ. გარისკა. და შაჰ-აბასის შემოტევას საქართველოზე ასე გავაფორმულირებთ, როგორც არის ამ იმას. დავაფიქსირებ. აფიქსირებ. კი. კაი მუსიკა. მე ჩემი ვეცადე, მაგრამ ირაკლი მაინც დააფიქსირა საბოლოოდ ვერსია და ეს არ არის სწორი. არ არის სწორი და არ ვიტყვი რა იყო ეს ვერსია, იმიტომ რომ და დავაი ვითამაშე ფოლკლორაზე. ლიანზე უკვე თორესა თამაშობს გამოვიდებლად. ეს რაღაცას მიმზა თავი უნდა მომჭრა კაცო. ა პერფორმანსები. აი ეს არის რა ვქო თქვა პირდაპირ. ნაუ ჯერ დააკვირდი ნიშნა. აღარ მინდა, ნუ კოჭლი ერთი ყავდა. რა არის შემოსე? მოიცა ერთი წამი. არ მაგაზე ვფიქრობდი სხვადასხვა მანამდეც, მაგრამ მე რატო წავედი სპარსეთში? ეხლა თემურლენგის მელაპარაკება ეს ყავარჯენია. კოჭლი თემური ეგ იყო. ეხლა ვფიქრობ აღა მაჰმად ხანს ხო არ კოჭლობდა იმისგან მაგის. ფერსით კიევდა ხოლმე. მაგის დედავადი. გამოგება უნდა. არა, ნუ ალბათ თემურლენგი რა ვიეხდა, არ აუშვებს თუ რა არის. ეხჯერ შემოგვიტია ასე რომ. მოვლენა? თემურლენგის ლაშქრობა საქართველოს. აფიქსირებ? ეხლა ნებებს მიშლის ეს რა. არა, მე უბრალოდ უნდა დავაფიქსირო, რომ აფიქსირებ და უბრალოდ არასდროს მე რო თემურლენგის ლაშქრობა საქართველოში 6-დან რომელი არ მკითხო, ოღონდ ეხლა მასე ვერ ვაუწვი. თემურლენგის ნებისმიერ. თემურლენგი. ჩამირთეთ თემურლენგის ნებისმიერ. თემურლენგის ნებისმიერ. დაი, მიღებულია. შორშია. ლენგი, თუ დაფე მაგას ნიშნავს, რომ თემური თემურლენგის ლაშქრობები ზოგადად ეხლა რა თქმა უნდა, ლაშქრობაც ვიცადები, ეს სწორი პასუხია. ორივე შაჰ-აბას უტრიალები, თათუნაგას იყო ბოლოს ირაკლი მაინც დააფიქსირა შაჰ-აბასი. იცი რა არის? ძალიან სწორი შენიშვნა კი, მწვანე ფერი და მწვანე ფერი არ გადმოდის საქართველოსზე. ანუ
თემურლენგს არ დაუფხრია, შემოგვესევა. მოვიდა, წავიდა, მართალია. ესეც ცუდი ანეკდოტი მახსენდება მაგას. კი, ვიცით ეგ ანეკდოტი. და თუ ვინმეს გეგონათ რომ ეს ტყილა იყო იქ მიყუდებული, აი თურმე რა დაიღო. აი ასე არის ეს ამბავი. ის ყველაფერი წარმოგვიდგენს შეიძლება მიშნება იყოს. დასგან ცოტა დავა. ეს ჯეფერსონ მეკობებო არის გიგო გაბაშვილის შესანიშნავი ნახატი სამარკანდის ბაზარი. და სამარკანდი იყო თემურლენგის. ეს დედაქალაქი. ბაზარი ორბელიანზე კი წავედი, მაგრამ სამარკანდი ვერ გავიხსენე. ბაზარი სწორად აღმოაჩინეთ. ეს იქნებოდა შემდეგი მინიშნება, უკვე ეს არის ის წლები, რომელშიც შემოგვეცია. და ბოლოს უნდა ეწეროს იმ ანეკდოტის დასასრული. იმ ანეკდოტის დასასრული. თან დავინტერესდი რა არის ამისთან. ვინც ის ანეკდოტი კომენტარებში დავიწერეთ, მანამდე შეგვიძლია თემურლენგის ლაშქრობების შესახებ ვიდეო რგოლი ნახოთ. მოვლენა თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში. თარიღი 1386-1403 წლები. ადგილმდებარეობა სამცხე, ქართლი, თრიალეთი, კახეთი, ჰერეთი, საქართველოს სამეფო. საქართველოს მეთაურები ბაგრატ მეხუთე და გიორგი მეშვიდე. მიზანი მონღოლ დამპყრობელს საკუთარი იმპერიის გაფართოების და მუსულმანური ძალაუფლების გავრცელების წყურვილი ამოძრავებს. შედეგი საქართველოსთვის უმძიმესი მატერიალური და ადამიანური დანაკარგის მიყენების მიუხედავად თემურლენგი მისწრულად დამორჩილებას ვერ ახერხებს და 1403 წელს ცნობს დამოუკიდებელ ქრისტიანულ სახელმწიფოდ. ვაგზელებთ ამას, რუცამია ანგარიში ტორესა გაიჭრა წინ თემურლენგი რომ დაამარცხარა და ესე იგი ჩვენი კიდევ ორი რაუნდი გვაქვს სათამაშო, ორი მოვლენა გამოსაცნობი, შემდეგი მოვლენა ამერად ირაკის იქნება უბრალოდ. ერთი მინიშნება ისე დაგედოთ რომ ამ კუთხიდან გამოჩენილი. არა, წამყვანი ფარავდა, თავიდან ვიღადავეთ იქ რო იყო და მე ვერ მივხვდი ვერაფერს სამწუხაროდ. ნეტა მივხვდა რომ პირველივეზე ვიტყო. აბა. ეს გახლავთ მინიშნება. ახლა ამდე კარგად ის საქართველოს გეოგრაფია. ენა ფონოგრამა. აუ, ეხლა ვინც გადაცემას უყურებს, სადღაც რომელიღაც კუთხეში ვახოზის და აი ეს მწვანე იქნა გაარჩია, შანსი არაა. გამორიცხა. აკა მწვანე ფერია სხვათა შორის. სიმბოლური. უბრალოდ არ აქვს. მოვლენა, რომელიც უკავშირდება ესე თბილისი წამოვედი აქეთ, მე ესე იქ მარცხნივ აქ მარჯვნივ გადაუხვიო, საცობია. მოვედი აქ, სად ვარ? GPS-ი. ოში გაჩერე. აი ეგ ამბავია, არ მომიწია გაჩერება, იმიტომ რომ სავსე მქონდა ბენზინი. აბა. რო გავრისკო, მე სიმღერებს არ მოусმინო, მაგ იმას მოვიკლებ. ახლა ანუ არ ვიცი. ხო, უპირატესობა მაქვს, მაგით შეიძლება რომ ვისარგებლო 8-3 შეიძლება 8-6-ად გადაიქცეს. აგვისტოს ომზე მეფიქრება, მაგრამ სწორად მეფიქრება, კი, მაშინ აქ ზედა მხარეც იქნებოდა ალბათ გამწვანებული, მაგრამ აგვისტოს ომზე მეფიქრება ახლა ამ ეტაპზე რა. არის. ჯერჯერობით არ გავიქცე. ჯერჯერობით არ. ხუთასმენები აბა, შენს ფუგაში პროგრამა ვილია. ირაკლი და ახლოს გაში. ოჩა ირაკლი. ხო, ეხა თუ ეს გვეუბნება იმას, რომ აქ არის რაღაცა ბრძოლა, ხო? რა შეიძლება იყოს ახლა ეს ბრძოლა? აი, შეიძლება ეხა უცბად ბაზალეთის ტბის ბრძოლა. აქ არის ბაზალეთის ტბა აშკარად. არა, ასე არის. აი, იმდენი რამე ამოტივტივდა უცბად. მაგაში იმის მიხედრა რომელი იყო? ეს ჯერირაკლის არის. მაგრამ უფრო მაგამარტივდა აშკარად. მე საქართველოს გაქრისტიანებასთან ან საქართველოს გაქრისტიანება გქონდა სინცეზაში. აჰა, გაქრისტიანება იყო, ანუ წმინდა ნინოს შემოსვლის ამბავი იყო, მაგრამ ასურელი მამების ამბავი ხო არ არის. ან არა და
ანდრია პირველწოდებულის ან სიმონ კანანელის ან მატათას შემოსვლა საქართველოში, მაგრამ ისინი მე რამდენადაც ვიცი, დასავლეთ საქართველოში უფრო იყვნენ შემოსულები. თუ სწორად მახსოვს, თუ გონება არ ვღალატავს. გელათის მონასტრის აღმშენებლობის ისტორიაც ხომ არ არის, იმიტომ რომ ესეთ ქართველი მეფეა, რომელსაც ეკლესია უჭირავს ხელში და დავით გარეჯი გელათი არ შემეშალოს ახლა იგი. მოდი გავრისკოთ და გელათის აკადემიის დაარსება. მაინც გავრისკავ მირჩევნია. შეიძლება ვცდები, იმედია ავსდები. შეგამცემეთ უპირატესობა კამერაში. მაინც მირჩევნია რომ გავრისკავ. კარგი. თორეს. კაი მუსიკა. შეგენო, დააფიქსირა ირაკლის ვერსია და სწორი პერსონაჟი. დაი ვიცოდე რა დააფიქსირე გამიმარტივდები და იქ საქმეს. წმინდა დიდი მეფე. კაი კაცოერთი. წმინდა დიდი მეფეო აწერია ამ კაცს თავზე. ეგ მოიზოთ. რა სხვა ისედაც მივხვდი. ეხლა უყურე, ორი ვარიანტი არის რა აქ. ეს არის შეიძლება დავით აღმაშენებელი, რომელსაც იკონოგრაფიაში ეგრე გამოხატავენ ხოლმე ეგეთი გვირგვინით და გელათით ხელში. რატო? იმიტომ რომ გელათის ამშენებელია. და სავარაუდოდ მან წახვედი შენ და თქვი რომ ეს არის დავით გელათის აშენებაო. ჩემი აზრით. მეორე ამბავი არის კიდევ ვინ ააშენა ეკლესია, ამიტომ მარტო დავითს არ გამოხატავენ იკონოგრაფიაში ხელში ეკლესია მე. მცდელობა მაძიებელში რომ მე თოქის არასწორი ვერსია გამოიცნო და მაგით გაფილტრო, თუმცა არ ვიცი რამდენად სწორი. ხო, არ უნდა თქვა, კაცო, ეხა იქ თუ თქვი. მეორე მარტივია რა, წყვილებად უნდა გავიხსენოთ, ეხა ისა სასულიერო პირი და მეფე ხარ. თუ ყველაზე მარტივია წახვიდე დავით აღმაშენებელზე და გიორგი ჭყონდიდელზე და თქვა რომ ის არისო, რა ქვია, გელათი უჭირავს და დავით აღმაშენებელი გელათის აშენება, მაგრამ არ არის, იმიტომ ეს არ არის გიორგი ჭყონდიდელი. ესე იგი. ხო, მეორე წყვილი ვინ შეიძლება იყოს? ბაგრატ მესამე, რომელიც ასევე შეიძლება იკონოგრაფიაში გამოხატო ეკლესიით ხელში, რადგან ბაგრატის ტაძრის ამშენებელია და მოვლენა შეიძლება თქვა, რომ არის სადაც თუ ეს კიდე საქართველოს გაერთიანება არ ვთავს. გაერთიანება? ხო, აი შეიძლება, მაგრამ ნუ ბაგრატის ტაძრის აშენება წესით არ უნდა იყოს მოვლენა. ხო, გელათის მოვლენა შეიძლება იყოს. არა, მოვლენა შეიძლება იყოს, მაგრამ ეგ ხო სიმბოლოა რა, გაერთიანება, ანუ გაერთიანების სიმბოლო დააშენა ბაგრატის ტაძარი რა. ანუ გაერთიანებიდან ვერ გამიჯდა. მოკლედ სეზონში ის კითხვა ხო, ძალიან ახლოს იქნებოდა და ამიტომ არ მომწონს. ნუ გელათის აკადემიის დაარსება მოვლენაა და შეგიძლია რომ თამამად თქვა, მაგრამ ამასაც შეგასწენებ, რომ ყველა არ მოგიტანია. ეგეც მასტადია, რომ შენ ყველა არ მოგიტანია და არა ბიჭო, ქართლია ხა ეს არა? თუ მოიცა ერთ წამ უნდა გამოვყვე და მაგას ანუ ამან უნდა მიკარნახოს რა, იმიტომ რომ ეს ხო არის აფხაზეთი. ეს არის სამეგრელო. მე აქეთ მოვყვებით აჭარა გურია. ეს არის იმერეთი. მე გამომიტოვა. არა, უნდა გამოგიტოვო, მაგას ვაზუსტებ რა, რომ სადავარ. ეს არის იმერეთი, ესე მონიშნა რუკაზე რა იცი. გული. ხო, ეს არის იმერეთი. ნუ ეს არის ზემო იმერეთი შესაბამისად. მე აჭარა, სამცხე ჯავახეთი, აქეთ შიდა ქართლი, კი არა, ქვემო ქართლი. ხო, ნუ აშკარად ხაშური გაქვს რა მონიშნული სადღაც. არა, აქ თუ არის სადღაც თბილისი, ნუ, მაგრამ ხო, ეგეც არის რომ ეს სვეტი ცხოველი ძალიან ახლოს არის თბილისთან, კაცო. რატო არის აქ ეს? ეცა ბოქი და მოედანი გაქვს, გინდა გადავიდეთ. ხო, აი, რატო გავლისო? სადო? სამკულიანი არის ხო, ორკულიანი იყო, მაწულა. შემდეგი მინიშნება ისევ რაღაცა იკონოგრაფიაში დავჭით. თან ახლა ამჯერად ბიზანტიური ხატი გაქვს. მართალია. ჰა, სვეტის სკოლის აგება. სვეტის სკოლის აგება. მაინც მაგაზრზე ხარ. აბა ბიზანტიელებმა მოგვწეს მაშინ ფული. აბა ეს წავიდა, თუ ეს არის კაცია, ვინც მე მგონია, ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი პირველი და ნუ რომანია კონსტანტინე გამსახურდეს მაგას დაწერილი ხო მაგის აშენება. წავიდა, ფული გამოართვა იმ. ეს ნიშნება არის პირდაპირ ბიზანტიას.
იქ ნახე ქვევით, შიომღვიმელი ხომ არ არის ქვევით. ეს კაცი, ეს მღვიმეა და ეს შიოა. ძალიან ცუდი ადამიანი ვარ მაპატიე. არ ვიცი, არ მომდის სხვა არაფერი თავი, ძალიან სირცხვილია, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ლუის ურბნისის კრება, შენ ამბობ და ის დავით აღმაშენებელი და გიორგი ჭყონდიდელი არიან? და ლუის ურბნისი. მართალია. ეს არის კრება, ეს არის დავით აღმაშენებელი, ეს არის გიორგი ჭყონდიდელი და აქ არის ლუის ურბნისი. არ ვიცი. არ შენ ცხეთან აღდათ არ არის აქ ხა. და ეს არის უფრო კიდე ღრმა ქართლი. ანუ ძალიან ახლოს გორთან და ხაშურთან. და თუ რუკაზე სწორად არის მონიშნული, მაშინ უფრო ახლოს არის ლუის ურბნისთან და მაშინ მოვლენა არის ლუის ურბნისის კრება. და ეს არის დავით აღმაშენებელი, ეს არის გიორგი ჭყონდიდელი. აი, მივიღე. საქმე ის არის, ჩემო ტორესო, ეს ხალხი ნამდვილად არის დავით აღმაშენებელი და გიორგი ჭყონდიდელი. დავით აღმაშენებელს კი ლათი უჭირავს, როგორც ორივე აღნიშნეთ. გიორგი ჭყონდიდელს კი ხელში უჭირავს ლუის ურბნისის ძეგლის წერი. კი ბატონო. ეს ფაქტშორის პირდაპირ ლუის ურბნისი არ არის ახსახული, ეს არის მიკეის პირველი კრება, მაგრამ ცნობილი საეკლესიო კრება, მინიშნებული. კიდე კაი არ თქვის მეტი ცხოველი. ლუის ურბნისის უკამაც თავის საქმე გააკეთა. ნამდვილად ბოლო მინიშნება უკვე იყო დიდი ციტატა არის, ამიტომ ამოვბეჭდეთ დადგენილებიდან. პირველად ეპისკოპოსნი არა ღირსებით შემოსილნი პატიჟნული უკვე პირდაპირ პასუხი. ბიზნეს პირველი სამწყესთვის დავრი განკვეთილი დაუცვათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ამას აღარ მოვყვები. დამსახურებული ორი ქულა ამ შემთხვევაში და 10 სამისდება ანგარიში. მაგრამ კიდევ ერთი საქმე გვაქვს. სათამაშო მანამდე კი ლუის ურბნისის კრების შესახებ ნახოთ ვიდეო. მოვლენა. ლუის ურბნისის საეკლესიო კრება. სავარაუდო თარიღები 1003, 1004 ან 1005 წელი. მონაწილეები დავით აღმაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი, სასულიერო პირები. მიზეზი: ქართული ეკლესიის რეფორმაცია, ხელდასმის წესის დადგენა, საეკლესიო ქონების და მცირეწლოვანთა ქორწინების საკითხთა მოგვარება. შედეგები: კრების ბოლოს იქმნება დადგენილება ძეგლის წერა. კანონები ეხება ეკლესიის მსახურებს. უშვებენ უღირს მღვდელმთავრებს, მათ ადგილს კი სამეფო ხელისუფლების ერთგული პირები იკავებენ. გვარდება საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემები. ერთი რაუნდი დაგვრჩა, მეგობრებო, სათამაშო, ერთი საქმე, უნდა გამოვიძიოთ და გავარკვიოთ, რომელ მოვლენაზეა საუბარი საქართველოს ისტორიიდან. აქ რეკვიზიტები არ არის დამწყვილად გამოვაზიგეთ. ესე პირდაპირ. აი ეგ სიტყვა არ მინდოდა და ვერ საკაღალდეში. პირველი მინიშნება. ნებეთ. აი ნებეთ. ხურსასმენები. ესე იგი. რაც შეიძლება გვეუბნებოდეს ლინზა. რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ლინზა შეიძლება, ეს შეიძლება იყოს ფოტოლინზაც, შეიძლება იყოს კამერის ლინზაც. ბუნებრივია. ეს შეიძლება გვეუბნებოდეს პირველი ქართული ფილმის გადაღებაზე, აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭალეჩხუმში. არის სამართლიანი ვერსია იქნებოდა, იმიტომ რომ ეს მოხდა ძალიან მალე, საერთოდ კინემატოგრაფის გაჩენიდან. ნამდვილად. ეს მარტო საქართველოსთვის არ არის თქვა თან ისეთი. კი. მნიშვნელოვანი მოვლენა. აი არ გავრისკავ, იმიტომ რომ რავი, ოკეი, იყოს. თან თუ დავძაბავთ თამაშს, დავძაბავთ. დაე. არ გარისკატორესამ. ჩვენ კი არ არის. ესე იგი, ლინზის ზომები აქ 18-იანი 50750 აქ 1800 კი 18100 წელი. არ არსებობს. ჯერ 1875. აი, ესე იგი, ერთი ვერსიით მაქვს მაიკო, ეს ფოტოფირებს რომ ამგავნებდით. Yes. პირველი მაიკოს სალონის გახდა. მაიკოს სალონი. მეორე ვარიანტი, ანუ რა შეიძლება იყოს, ანუ მაგას ვფიქრობ, ფოტოაპარატთან ფოტოებია დაკავშირებული, მაგრამ ეს არის კამერის ლინზა. ფოტოაპარატის ლინზა არის და არა კონკრეტულად ფოტოაპარატი. შესაბამისად, ორივეს შეიძლება იყოს, ხო? არა, ეგ ხო, მაგრამ ანუ თვითონ ფოტოაპარატი რო ყოფილიყო კიდე სხვა იქნებოდა, აქ ლინზა არა. მართალია. ხო და რამდენად პირველი ფოტოს ამბავი ან პირველი ქართული ფილმის გადაღების მოვლენა ხომ არ არის თქო, მაგას ვფიქრობ რა.
მაგრამ ამავდროულად ვერც იმას ვერ ვიხსენებ, რომელია პირველი ქართული ფილმი. ოკეი. ვერც იმას ვერ ვიხსენებ, რომელია პირველი საქართველოში გადაღებული ფოტო, მაგრამ აი პირველი საქართველოში გადაღებული ფოტო ატელიე. აი ეგ ცოტა ისეთი ამბავი. ერთი ის ვიცი, რომ ავლაბარში თუ სწორად მახსოვს, იყო ძველი ფოტო ატელიე, სადაც ფარდას აფარებდნენ, მერე რაღაცას აფეთქებდნენ, დენს, ბონი, არ ვიცი, ზუსტად დინამიტს. ვეიღებდნენ ფოტოს. ძალიან ძველი მოწყობილობა იყო რაღაც ესეთი დიდი და უკან. კამერა ობსკურა. ხო, კამერა ობსკურა, ხო. მაგრამ მე მაინც რაღაც ფილმისკენ უფრო მივდივარ, პირველი ქართული ფილმის გადაღება როგორც მოვლენა, შეიძლება თუ არა ეგ იყოს. აი ეგ უფრო მეფიქრება ახლა ამ ეტაპზე, მაგრამ გარისკვა ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ვაგებ 10 წამს. და გავრისკო და თუნდაც მე სამკულიანი აიღოს, იქნება მე უკვე ფაქტობრივად უაზრო, თუმცა იგივე აზარტით, იგივე იმით ხალისით ვითამაშებ მეც შემდეგ რაუნდსაც. ხო, მოგვეცევა მაგისაც. ხო, რა თქმა უნდა, შემდეგ რაუნდს ვითამაშებ, მაგრამ რო გარისკო და არასწორი იყოს პრინციპში. რობერტს აიღოს აზრი არ ეკ. ხო. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა პირველი ქართული ფილმის გადაღების ამბავს დავაფიქსირებ მოვლენად. გამიზიარებ ამასაც. ოკეი, კაი. არ გარისკა არც ირაკლი და შემდეგი სამხილი არის ვიდეოს ფორმით წარმოდგენილი და შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო. ოპერატორსო მე მაქვს. კი. ირლანდია, საქართველო. ალბანეთიდან დაიძრა მე მგონი. გაერთიანებული სამეფო საქართველო. ნიდერლანდები. ეგუზავარი. ხო. აბა? არ საერთოდ სესილია რო არის მაშინ დათუნ რას ხდება ჩემთან? რა ხდება? კლად დაგაბნია ხო? აკაკის მოგზაურობა ესე ასეთ გაშლილი არ ყოფილა გეოგრაფიულად. თუ ეხა ეგ მინიშნება ის არის რომ მოგზაურობას გვეუბნება და აკაკის მოგზაურობაო რა თაკხოცავთ სცენარისტებს მაგის გამო. არ ვიცი. ანუ ალბანეთიდან რო იწყება ეგ კიდე უფრო მაბნევს, იმიტომ რომ რა ვიცი, ის დავიჯერო კინემატოგრაფი ალბანეთიდან საქართველოს ჩამოვიდა ჯერ და მე ჩვენ რაღაც არ ვიცი. კაი. დამანებით. კაი. არასწორი ხალხი ხართ დამანებით. და ძალიან დაიბნო ტორესა და არ ვიცი, შენკენ რა ხდება. ჩემსკენ ხდება ესეთი რაღაცა. ესე იგი, ამ თვითფრინავის მარშრუტი არის ესეთი. ალბანეთი, საქართველოდან ირლანდიაში გადაფრინდა, ირლანდიიდან ისევ საქართველოში დაბრუნდა, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში, დიდი ბრიტანეთიდან ნიდერლანდებში, ნიდერლანდებიდან გადაფრინდა. დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში? ხო. მერე ესე იგი, დიდი ბრიტანეთისა, ნიდერლანდებიდან საქართველოში გადმოვიდა ისევ. დიდი ბრიტანეთი, საქართველო მერე ნიდერლანდები. ნიდერლანდებიდან გერმანიაში არ წავიდა ეგრევე? კი, გერმანიაში წავიდა და თუ სწორად ხვდები, უნდა იყოს დუსელდორფი. თუ სწორად ხვდები კი არა, დუსელდორფი არის უეჭველებისი. დუსელდორფთან რაც მახსენდება, არის საქართველოს-თურქეთის მატჩი ევროპის ჩემპიონატზე. მაგრამ ფოტოაპარატთან რამდენად შეიძლება იყოს კავშირში, ვერ ხვდები. თუმცა იქ რომ პაპარაცები იქნებოდნენ და თან ერთი ლინზა არ არის გამოსახული, ეგეც და ინტელის დანარჩენი რეისი? ალბანეთთან დაპირისპირება რომ მოგვიწია, ვიცი, საქართველო-ირლანდიის დაპირისპირება ალბათ სადღაც ოდესღაც იქნებოდა. ირლანდიელები ზოგადად ისე ტემპერამენტული ხალხია, შეიძლება ომიც კი გქონდა. არ გამორიცხო სადღაც ძველ წელთაღრიცხვ. ხო, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, გერმანია და კონკრეტულად დუსელდორფში რომ იფრინავს ეგ არის. მე გამიქათებ, კაი, არ მინდა ჭანდაბას დუსელდორფზე გამახსენდა ერთი ადამიანი. არ ვიცი, მოდი მაინც თავს შევიკავებ, არანაირი იდეაც კი არ მოდის, აი აზრიც რომ გახსდეს, რომ ან წამოვიძახო, ან დავაფიქსირო. კეთილი. არ გარისკა იმაც. რავარი გასარისკი იყო ახლა. შემდეგი მინიშნება. სულ უფრო დაიბნევით ახლა. კიდე უარესი. მოსასმენები? რა ჯანდაბა ბიჭო ესე. ფოტოაპარატი. მეთქვარი კარიკატურა.
გაუმარჯოს, რაღაც გაუმარჯოს. ეს თითქოს არის კაი ყანწი 1000, ხო? 1000 ავიღეთ. 1000 ავიღეთ. ეს რა შუაშია? საერთოდ ვერაფერს ვერ. ქვეყნად არაფერი არ მწოდნია მე. არ ვიცი, აი მართლაც არ ვიცი. გადავიდე? მე რომ მეშნო. კიდევ უარესად დავაბნიეთ თორეს ამ. აბა ახლა რა ხდება? შენ კი. აი მოდი მაშინ მე წინა თამაში ვახსენებ თასების თასის აღება და იგივე ხო არ დავაფიქსირო ახლა. მაინც სხვა გზა არ არის. ან ავიღებ ამ თასის აღება, ვერ ავიღებ. ხო, ანუ თასების თასის აღება, ანუ ეგ მოვლენა. ხო თასების თასი ერქვა ის თბილისის დინამო. მოიგო, მაგრამ აი მაგრამ პრინციპში მაგ პერიოდში ევროპაში არ ვიცი, კი რატო არა. ოღონ მე 1.7 აგენტთან ერთად. ანუ ვიცი. რავი, თასების თასის აღება იყოს. ალბათ მირჩევნია, ანუ რაღაცა თასი, სწორი იქნება ეს შანსი გინარჩუნებს ბოლოს. უჭახუნებს ქართულ ხანს, თასების თასის აღება. კაი, ვის მიერ ბარემ გითხარი? თბილისის დინამოს მიერ. კი ბატონო. დააფიქსირა ირაკლიმ ვერსია. საუბრობ, შენ თუ ვერსია მაინც გაგიჩნდა? დააფიქსირა ვერსია ორქულიან მინიშნებაზე და ეს არის სწორი პასუხი. რა? ეს არის თბილისის დინამოს მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ეს არის თასის და ყანწის მიჭახუნება, რომ ქართველებმა მოიგეს თასი. ეს არის კარლ ცაისის ლინზები, მეგობრებო, ყველაზე ცნობილი ლინზების წარმოებელი იყო დიდი ხნის განმავლობაში. თუ დააკვირდებოდით, ცაის აწერია. ცაის აწერია ყველა ლინზას. ხო, ყველა რიცხვი ვნახე და ეგ არ ვნახე. რატო ეს არ ნახე, რომ ცაის აწერია? აუ, ეგ რომ მე და მეც კი ვიტყოდ. რატო? საუბრობ, მაგალითად, და კალცაის, იენის კალცაის მოუგეთ ფინალში. ყველაზე რთული კითხვა იყო, რაც ვითამაშე. შენთვის ამ ყველაზე რთული. 10-5 ანგარიში, რაც ინტრიგას უნარჩუნებს ბოლო რაუნდში. ფასო მეგობრებო და მოდი ვნახოთ, ჯერ გავიხსენოთ ეს დიდებული მოვლენა 1991 წლის 13 მაისს რაც მოხდა. ჩემთვის მით უფრო სასიამოვნო დინამოს გულშემატკივარი ვარ და მე გავაგრძელოთ უკვე ვერდიქტის თამაში. მოვლენა. თბილისის დინამოს მიერ თასების მფლობელთა თასის მოგება. ადგილმდებარეობა: რაინშტადიონი, დიუსელდორფი, დასავლეთ გერმანია. თარიღი: 1991 წლის 13 მაისი. მიმოხილვა: 1979 წლის საბჭოთა კავშირის თასის მოპოვებით თბილისის დინამო რანგით მეორე ევროპული ტურნირის საგზურს იღებს. 4 ეტაპის გავლის შემდეგ დინამოს დუსელდორფში იენას კარლ ცაისი უპირისპირდება. ანგარიშს გერმანელები ხსნიან, თუმცა გუცაევის და დარასელიას გოლებით დინამო თამაშს ატრიალებს და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ეუფლება ევროპულ ტიტულს. გრძელდება თამაში 10-5 ანგარიში და ვერდიქტს აქვს აზრი და მნიშვნელობა, მეგობრებო, 6 ვერდიქტი უნდა წაგიკითხოთ, დაფებზე უნდა დაწეროთ რიცხვები, რომლებიც გონიათ, რომ სწორია. დავიწყოთ. პირველი. გადმოცემის თანახმად ამდენ მოხევესთან ერთად იცავდა დარიალის ხეობას 1921 წელს ნიკო გიგაური და ამ მოხევეთა გმირობის შედეგად 30,000-იანი რუსული ჯარიდან დარიალის კარიბჭის გადმოლახვა ვერც ერთმა ვერ მოახერხა. ამდენი მოხევე იცავდა დარიალის ხეობას ნიკო გიგაურთან ერთად. 1512. ვაჰ, რანაირი განსხვავებული ვერსიებია. 12-მა კაცმა გააჩერა 30,000. დარიალი არის უეწა ეს არის. მნიშვნელობა არ აქვს იქით 30,000-ია. თერმოპილეს პრინციპია, ხო, ზუსტად. აბსოლუტურად. 12 უფრო ახლოს არის სწორ პასუხთან, თუმცა ეს არის 100. 100 მოხევე იცავდა დარიალის ხეობას რუსული ჯარისგან. დაკარგა ვერდიქტმა აზრი. არა, არ დაკარგა. შეგიძლია გაათანაბრო. თუ 5-ვეს წამოიღო. 5-ია და 5 რომ სხვა იქნება 11-10. მართალია. მაგრამ იგივე აზრით. მართალია, მაგრამ ვითამაშოთ საინტერესო ფაქტები. სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის განრიგების ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი ბაგრატ კურაპალატის სამართალია, რომელიც დართული აქვს ვახტანგ მე-6-ის სამართლის წიგნს. ამ ბაგრატ კურაპალატის სამართალში შეტანილია ამდენი მუხლი. აბა
15. სწორი პასუხია 61 და ირაკლის პასუხი უფრო ახლოს არის ამ შემთხვევაში სიმართლესთან. მაშინ ძალიან ცოტა მუხლებს წერდნენ ხოლმე. არა ხო, დიდია. მაშინ დავწერე. ამდენ ექსპონატს აერთიანებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა. ეროვნული გალერეა. აბა 350 100,000 ეს ის შემთხვევაა, როცა სწორ პასუხთან 350 უფრო ახლოს არის. იმიტომ რომ სწორი პასუხია 30,000. მაგრამ 350. არა, თავიდან 30 დავწერე რა მინდა. 30,000 ექსპონატი. ამდენი სანტიმეტრი იყო ერთ ადლში. ადლი. რამდენი სანტიმეტრი იყო ერთ ადლში? რამდენი? 47 8. ამ შემთხვევაში 57 იმარჯვებს, იმიტომ რომ ერთ ადლში იყო 101.15 სანტიმეტრი. ის 1.15 საიდან მოიტანეთ ძალიან მაინტერესებს. აი მეტრი ყოფილიყო რა. ხო, ანუ. ხო, მაგრამ იქ ლოგიკა არ არის. მეტრი არის მაშინ. ხო, ანუ ის არის საზომი ერთეული რა. ამდენ გრამს იწონიდა დავით აღმაშენებლის სპილენძის მონეტა. სპილენძის მონეტა იწონიდა არ ვიცი. 10 12. ესე იგი 11-ია. საქმე არა 11 არ არის და 0.24 მეასედით ტორესა უფრო ახლოს არის. კი 10.76 ესედია სწორი პასუხი და თითქმის შუაში. არა, მაგრე. 11 არ იყო თორე. 11 არის. მაშინ 0.24-დან 0.48. პირი არ გამოდის. მე 1.24-ით მეტი ვხდი და ხო, მე 1.24-ს 0.76 მინუსი. კი ბატონო, შუალედურისგან გამოვთვალე. და ბოლოს ამდენჯერ არის კოლხეთი ან კოლხები, ზოგადად, ნახსენები ჰეროდოტეს ისტორიაში. იმანუელ ჯონის 3 ციფრი დაწერა, მე 20 დავწერა. 20 მეც ეგრე 35. ამჯერად ირაკლი უფრო ხაზი მე რა გავუკეთე? 21. ოკეი. 21 ხევალი ნახსენ. 13 რო ანგარიში ტორეს ფინალში ირაკლი ჩვენი ერთ თამაში, დიდი მადლობა და ჩვენ ორივეს შეგხვდებით შენ ფინალში, შენ მესამე ადგილისთვის მატჩში და კიდევ ერთ ბრძოლას ჩავატარებთ. სანამ დავამთავრებდეთ, შეგახსენებთ რომ ჩვენი პარტნიორია მეორე სეზონში ბიბლუსი და მადლობა ბიბლუს, ასევე ჩვენი მხარდამჭერია PSP. Click Production-ი უნდა მოიხსენიო, რომელიც იღებს მაძიებლის მეორე სეზონს და Heima Production-ი, რომელიც მუსიკალურად აფორმებს და დიდი მადლობა ყველას ამისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი, კომენტარებს დაგვიტოვეთ, მოიწონეთ კიდევაც რაც მოგეწონებათ ყველაფერი და მოკლედ გავითვალისწინებთ თქვენს აზრს. დიდი მადლობა, საჩუქარი და გადავცე. აი ესეთი საჩუქარი ირაკლის. დიდი მადლობა შენ. ნახვამდის.